მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. წინა კვირას ჰანოქის დღესასწაულზე თითქმის მთელი ქართული ოცნების პარტიული ელიტა იყო მისული და მიიღო ამ რიტუალში მონაწილეობა ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები. თავად ეს დღესასწაული რას წარმოადგენს, რა ისტორია, ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ყველასთვის მეტნაკლებად ცნობილია. მე მხოლოდ მის ერთ ასპექტზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, გავამახვილო. ეს რიტუალი მოიცავს თავის თავში ერთგვარ მოლოდინს და თხოვნას, რომ მესიის მოსვლა მოხდეს და დაჩქარდეს. და ეს რიტუალი სათავეს იღებს ჩვენ წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნიდან. იქინა გამომდინარე ეს ტარდება. ქრისტეს პირველად მოსვლა, როდესაც მოხდა, იმის შემდეგაც მოხდა ამ პროცესის გაგრძელება. ანუ აღმოჩნდა, რომ ისინი მესიაში ქრისტეს არ მოიაზრებდნენ და ქრისტეს არ ელოდებოდნენ. და მაშინ ვის ელოდებოდნენ? ეს ხომ არ არის ანტიქრისტე, ეს ხო არ არის ის მოშიახე, რომელზეც ხშირად გვიხდება საუბარი და როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობას ღებულობენ ამ რიტუალში, თანამონაწილენი არიან იმის, რომ ითხოვენ ანტიქრისტეს მოვლინებას, ელიან ანტიქრისტეს მოსვლას და მოშიახის დასმას ელოდებიან. რას მოუტანს ქვეყანას და რას უნდა ველოდეს, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები უძველესი ქრისტიანული ტრადიციის მაწარებელი ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან ამდაგვარ რელიგიური გაგებით, ასე უნდა ვთქვათ, პირდაპირ სატანური რიტუალს პრინციპში, ჩვენი ქრისტიანული გაგებით. ამ თემაზე მინდა დავიწყოთ საუბარი და შემდეგ უკვე გადავიდეთ შემდგომ. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ჯემალი, ძალიან დიდ საკითხს შევეხეთ. ხალხი საზოგადოება მომზადებულია. არა, უნდა შევხებოდით, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები თავს იწონებენ იმით, რომ არიან მებრძოლები deep state-თან, მებრძოლი რაინდები არიან და ამ დროს აღმოჩნდა, რომ სწორედაც იმ გეგმების ნაწილში ზიან, რასაც ქვია სიონისტი, თალმუდისტი, მასონობის ერთელი რიტუალური. ხო, ესე იგი, ძალიან დიდ საკითხს შევეხეთ. ძნელია ამის ამოწურვა. უნდა შევხებოდით, რა თქმა უნდა. ბოლოს და ბოლოს უნდა გაეცეს პასუხი ყველაფერს, რა დრო არის ჟამი გაცხადების, რაც საჭირო იყო კაცობრიობისთვის და ქართველი ერისთვის, აი ამ ჟამის პირობებში უკვე გაცხადებულია, ეხლა ამისი დაბლოკვა და დამარხვის მცდელობა, სიტყვის ჯვარზე გაკვრის მცდელობა. და ჩვენი მიზანიც და ჩვენი მოვალეობა სწორედ ეგ არის, რომ არ იყოს დავიწყებული, არ იყოს დამარხული ის ცოდნა, ის ცნობიერება. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მომზადებულია უფრო სულიერად რელიგიური კუთხით, საკმაო ნაწილი მომზადებულია უფრო პოლიტიკურად და რელიგიური საკითხები ცოტა გაურკვეველია. ერთი მეორის გაგება და ორივეს ჭვრეტა სწორე კუთხით ეს ამაში გვაქვს სირთულე. ესე იგი, ჩვენ როცა პოლიტიკური ჭრილით ვიწყებთ საკითხის, მოვლენის, პროცესის გაშუქებას პოლიტიკური ენით, პოლიტიკური კუთხით, სულიერი მხარე გვავიწყდება, როცა სულიერ მხარეზე გადავდივართ, შტაბეჭდილება იქმნება, რომ რაღაც რელიგიურ საკითხებს ვეხებით და რელიგიის მხარეზე გადადის და თითქოს პოლიტიკის საკითხების გამორჩენა იწყება. ეს გათიშულია, დანაწევრებულია ჩვენი აზროვნება და მოვლენა და პროცესი მთლიანობაში ვერ დაგვინახე და ის დროა, როცა მთლიანობა უნდა დავინახოთ. ამაში, იმიტომ რომ დაპირისპირების არსი, რაც არის, ყოფნა არ ყოფნის საკითხების გადაწყვეტა, რაც დედამიწაზე მიმდინარეობს, ჩვენი ნების მიუხედავად. თუმცა ჩვენი მონაწილეობით ჩვენ აწყოში წყდება ეს საკითხები, ვიყოთ თუ არ ვიყოთ. ეს ცივილიზაცია, ეს პროექტი, ღვთაებრივი პროექტი, რასაც ადამიანი ქვია, გაგრძელდეს თუ დაიხუროს, დაიკეტოს.
და უზარმაზარ წინააღმდეგობა საქმეა და ადგილი, რატო რომ ადამიანი არის მთელი სამყაროს ასახვა ჩვენშია. მიკროკოსმოსი ადამიანი. ხო? ფიზიკური ზომითაც რო შევხედოთ თანამედროვე მეცნიერება, ასე თulis რომ ჩვენ უფრო მაკრო სამყაროსკენ ვართ, შუაში არა ვართ. იყო პასკალის იმით რომ ადამიანი მიკროსამყაროს მცირეს თუ ავიღებთ და ამ სამყაროს ხილულ ხარეს რაც არის, სად არის ადამიანი თავის ზომით, არა სადღაც შუაში ვარ, უფრო მაკროსკენ ვართ მიდრეკილი გაცილებით ვიდრე მიკროსკენ, ხო? მთელი სამყაროა ასახული. ამიტომ აი ამ ყოფნა არ ყოფნის საკითხების გადაწყვეტაში ყველაფერი იღებს მონაწილეობას. ხილულიც, უხილავიც და წინა ხაზი მიყავს სულიერ დაპირისპირებას. რაც არ გესმის რომ გონია რომ ეს მარტო პოლიტიკურია, მარტო დაუშვათ არის მსოფლიო ბატონობა გასაგებია და აი მარტო კაპიტალიზმშია მხოლოდ და თვითონ ეს კაპიტალიზმიც იმ სულიერად გადაწყვეტილი საკითხების ასახვაა, ფულით იპყრობ დედამიწას. ესე იგი ერთი კლანს ასე გაუცნობიერდა, რომ ღმერთმა მას მისცა ძალაუფლება სხვებზე, ესე გაიცნობიერა ერთი ღმერთი. ამ რწმენით ცხოვრობს, ამ რწმენით არსებობს. ეს რწმენა, რომელიც ფიზიკურ სამყაროს ატრიალებს, წარმართავს ისტორიას და ესენი თვლიან, რომ მათ უნდა მართონ მთელი მსოფლიო. და მოშიახე მათი გაგებით ის არის, რომელიც მოვა და ამ ბატონობას სრულად გააფორმებს, სრულად შეკრავს და დაამთავრებს ისტორიულ ციკლს, თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს. ეს არის ერთი სექტა ბოლოს და ბოლოს, ოღონდ დაწინაურებული, რაც ებრაულ წიაღშია წარმოშობილი, ებრაელი ერის წიაღშია წარმოშობილი, მაგრამ არსებითად დღეისათვის უკვე თვითონ ტერმინი ებრაელი აღარ მოიცავს ერთ ერს, ეს უფრო კლანია ამ შემთხვევაში, სადაც ეროვნება აღარ მიიღება მხედველობაში, რაც გადის იმ რწმენაზე, რა რწმენასაც ის გთავაზობს და აგებულია თალმუდზე. თუმცა უმაღლესი იერარქიაში ისიც გაითვალისწინებს. ხო, ესეც გაითვალისწინება თავისთავად ცხადია, მაგრამ თალმუდი საიდუმლო ცნებებშია ჩადებული. და აი ამ ჟამის დროს რამდენიმე ერი დაწინაურდა. ეხლა ეს მოგწონს, არ მოგწონს, ეს ესია. ამ ყოფნა არ ყოფნის საკითხების გადაწყვეტაში დაწინაურებულია ანგლოსაქსები, რუსები, რუსეთი, მართლმადიდებლური ქვეყანა, კათოლიკური სამყაროს წარმომადგენლობა, ანგლოსაქსები და პლუს ცოტა სხვა არის კიდე ეს რომის პაპი, რომის პაპის ინსტიტუტი, რომის პაპის სამეფო, ეს ცოტა სხვა რამეა, მაგრამ ესეც შორს არ გამასაც ძალიან დიდი პრეტენზიები აქვს მსოფლიო ერთმართველობის საკითხებში და აი ეს ჩვენთვის ცნობილი თალმუდისტ ებრაელ მასონთა კლანი, მთავარი კლანი. რომელიც ფინანსურად აკონტროლებს მთელ მსოფლიოს, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო. ხო. და ქართველი ერი თავისი სულიერი ფუნქციით. ჩართული ვართ ამ საკითხებში. ჩვენ გვაქვს მიღებული ცნობა, რომ ეს ჟამია, ახლა წდება ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი, ჩვენ გვაქვს მიღებული ცნობა იგაური ენის განმარტებები რას ნიშნავს, რა მიზანდასახულობაა ჩვენთვის, გადარჩენა როგორ უნდა გავიგოთ, რაშია არსი, მოწოდებული გვაქვს და ჩვენ ვიცით, ჩვენ ეს აგვიხსნა ახალმა სიტყვამ, ესეც ცნობა რაც აქამდე არ ქონია და მიღებული გვაქვს, რომ ესე იგი ბოროტების გზა დასაგდები, ფორმაცია შესაძლებელი და ასე შემდეგ. ეხლა ამას აღარ გავყვევ. რა ფაქტის წინაშე აღმოჩნდით. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ყველა პოლიტიკოსი, მსოფლიოში გამოჩენილი პოლიტიკოსი, ვინაიდან ჟამია და ვინაიდან ეს კლანი თulis რომ უკვე მსოფლიოს თავშია და მან უკვე პირდაპირ უნდა გაიფორმოს მსოფლიო ხელისუფლება, ყველა პოლიტიკოსი თავს ვალდებულად თვლიდა ჩასულიყო გოდების კედელთან ისულიყო და იქ დასწრებოდა იუდაისტურ სარწმუნოების რელიგიურ დღესასწაულებს, მიიღო მონაწილეობა და ერთგვარად თანაზიარობა გამოეხატა. ესე იგი, ამ პოლიტიკოსებმაც იციან რაშია საქმე, იციან ვინ მართავს მსოფლიოს, მაგრამ
ეს ერთმართველობის გეგმები ჩაიშალა. სოფლიო მრავალპოლუსიანი გახდა. ვერ მოხდა იმის დასმა და კურთხევა. არ ნიშნავს, რომ ხელი აიღეს. ტრანსფორმირება განიცადა ამ ყველაფერმა. კიდევ არის რაღაცები ცდილობა. ეს უკრაინის ომიც ამ საკითხებს უკავშირდება. Deep State-ის საკითხებით სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება. ტრამპიზმის შემოტანა და კონსერვატიზმის შემოტანა სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება. პალესტინელებთან ომი და მოლაუმარის მეჩეთის საკითხებიც იქ ღიად არის ლაპარაკი ხალხო და ფიცი აქვს დადებული ბატონ ნეთანიაჰუს რომ მან უნდა დაადგას გვირგვინი მოშიახს თავზე და მან უნდა აკურთხოს და მოაგვაროს ის საკითხები და გადაწყვიტოს ტაძრის აღდგენის საკითხები. ამ ყველაფერს ახალი სიტყვა ხსნის. ჩვენ თუ ამ გზით უნდა ვიაროთ, როგორც ეს ჩვენ გავიცნობიერდა. პირდაპირი გაგებით რელიგიური ცნობიერების იმ ცნობიერებით, რითაც აქამდე ვართ მოსული, ეს დაღუპვაა. ანტიქრისტე უკვე მეფობს, ანტიქრისტეც არის სიტყვა და დღეს უფალით სიტყვის სახით არის მოსული, რომელიც გაწვის შენი გადარჩენისათვის რა არის გასაკეთებელი. ეს ცოტა რთულია, უпростоრად გავართულეთ ამის გაგება. ჩვენ ნატურალურად ველოდებით ღრუბელებზე უნდა გაიაროს, ყველა იხილავს. მანამდე ანტიქრისტე უნდა დაჯდეს და მთელი ჩვენი ხელისუფლებაც ამ რიტუალებში იღებს მონაწილეობას მსოფლიო ერთმართველის დასასმელად. სხვა დროს არ ექნებოდა ესეთი რეზონანსი ქართულ საზოგადოებრივობაში. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ დაწყებული შევარდნაძედან ყველა ხელისუფლება, არა მარტო ქართული ხელისუფლება, ევროგაერთიანების ლიდერებიც, აღარა ლაპარაკი ამერიკის შეერთებული შტატების არსებულ ხელისუფალზე, ასეთი სიონიზირებული, ასეთი დიდი გავლენა ებრაულ ამ კლანს, რაზეც ჩვენ ლაპარაკი გვაქვს. არასოდეს არ ქონია ამერიკის ადმინისტრაციაზეო, როგორც დღესო, მიჩვეული ვართ, რომ ეს დამკვიდრებული, ესე იგი ეს პოლიტიკური ნაწილი, რელიგიური პოლიტიკური მსოფლიო ერთმართველის დასმის გეგმას მისდევდა. მექანიკურად მისდევდა, ავტომატურად მისდევდა და მიგვაჩვიეს, რომ ყოველთვის ხდებოდა ასეთი ტიპის რიტუალებში მონაწილეობის მიღება. დღეს ამან განსაკუთრებული დატვირთვა მიიღო ქართველებისთვის. ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, ვხედავთ გამოჩნდა, რომ საქართველოში ხელისუფლებამ როგორც კი იგრძნო პოზიციების გამყარება, პირდაპირ შეუწია, ესეთი ღია შეტევა არ ყოფილა ქართველობას, ქართულ ეროვნულ სურს, ქართულ ყოფიერებას, რომ უნდა ააშენოს არაბული ქალაქები. უпростоრად არაბების ხელით კოსმოპოლიტური ქალაქები უნდა ააშენდეს. ეხლა ფული ვისია, ფულს უნია რა, ფული ყველა მიმართულებით წამოვა, მთავარი ეს პროექტი, ეს გადაწყვეტილება, ხო? აი ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ებრაელების საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი ყიდულობს, ყველაზე მეტი სწორედ ისრაელიდან, ისრაელის მოქალაქეები ყიდულობენ იმ ბინებს, რომლებსაც აშენებენ ჩვენი ადგილობრივი კომპანიები თუ სხვა შემოყვანილი არაბული კომპანიები, რაც ჩათამბჯენები რომ შენდება, ეს ბინადშენებლობა რო არის გაჩაღებული, ერის რაოდენობა მცირდება და ბინადშენებლობა გაჩაღებული, უმრავლესობა მყიდველი არის ისრაელის მოქალაქე. ჩვენ ვხედავთ, რომ იწყება საქართველოს ისტორიის არნახული გამრუდება პარლამენტის დონეზე, ხდება ყალბი ისტორიული წიგნის ნარკვევის პრეზენტაცია, სადაც ლაპარაკია, რომ თურმე ესე იგი წარსული ისტორია, ეს არის ჩვეულებრივი ებრაელების ისტორია, ქართველობის ისტორია და ებრაელების ისტორია, ეს ერთი ისტორიაო. ესე იგი ებრაელ ერს ვართვებთ იმ ისტორიას, არ ვიცი ჩვენ როგორ ვიჩერებთ. თუ ჩვენ ვაუქმებთ ჩვენ ისტორიას, მოკლედ და კონკრეტულად, ესე იგი უფლისციხე ყოფილა ნამდვილი ჭეშმარიტი იერუსალიმი და ჭეშმარიტი იუდეველები უნდა დაბრუნდნენ აქ და აქ უნდა გაიყვას დღეს აქ ჩვენ რო ცხოვრობთ, ვინაა ჩვენში ნამდვილი იუდეველი და ვინ არ არის იუდეველი. ესე იგი მომავლის მოქალაქე ვინ უნდა იყოს, ეს უნდა გაიყვას. არ მივაქცევთ ამას ყურადღებას, რომ ეს სიუჟეტი არ გაეშვა ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიას, რომ ეს წიგნი, სადაც ვითომდაც ისტორიულად ასაბუთებს ისტორიულ ჭეშმარიტებას, არ მომხდარიყო ამ წიგნის
პრეზენტაცია არ მივაქცევდით ყურადღებას ამ დონეზე რო არ ამოეწიათ ამ დონეზე რო არ წასულიყო ქართველებზე ღია თავდასხმა იმ ქალბატონის პირით რომელსაც პირდაპირ გამოგვიცხადა რა საპროტესტებთ აქ უფლის ხალხი უნდა მოვიდეს თქვენ არ ხართ ღირსში რომ ამ წმინდა მიწაზე რო ცხოვრობდეთ ეს ერთობლივი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ქართველებთან მანდ ყოველშენ არ გაქვს ინფორმაცია არ გიყურია კიდევ ერთი მკვლევარი ბჭყალებში ქალბატონი გამოჩნდა რომელიც გამოიყვანეს და ასაბუთებს რომ ჩვენი ქრისტიანული ტაძრების იმ საძირკველში სვეტი ცხოვლის საძირკველში არის უზარმაზარი სინაგოგის საძირკვლები აღმოჩენილი ესე იგი აქ აშკარად ვატყობთ რომ რაღაც სხვა რამე იქარგება ეხლა გაახსენდათ კიდე ბევრს რომ ეს კაციო ივანიშვილი კი არის ივანაშვილია და გვარი გადა მამის საფლავი შეცვალაო და ასე შემდეგ მოკლედ ყველაფერი გვესმის და ამ ფონზე სწორედ ამ დღესასწაულის ღია მილოცვად სადაც მოშიახსენდება ამ წმენის ხალხი იუდაიზმის მიმდევრები იწვევს დიდ განგაშს ესე იგი რა გამოდის ტარდება პოლიტიკა ქართველი საწინააღმდეგო ქრისტიანობის საწინააღმდეგო და მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო და ვამტკიცებთ თითქოს ამტკიცებენ ჩდებიან ისეთი ადამიანები რომ თითქოს აქ იყო ისრაელი ამიტომ ისრაელს უნდა დაუბრუნდეს ებრაელი უკან და ბინებიც რაც იყიდება ძვირადღირებული რა თქმა უნდა აპარტამენტები ძირითად ნაწილს ისრაელის მოქალაქეები ყიდულობენ ერთდროულად არაბიზაციაც მტკიცდება და დგინდება პირდაპირ საბუთებით ლაგდება უკვე ზოგიერთი ცნობით დაახლოებით 70% საქართველოს ტერიტორიის ქართველის ხელში აღარ არის გასხვისებულია ზოგი 50 წლით არის გაცემული ჯარით ზოგი პირდაპირ მიყიდულია და ასე შემდეგ აღარ მოყვები და ვხედავთ რომ ეს კარებების და ფანჯრების გახსნა რითაც ევროპა ნადგურდება იმ deep state-ის ხელით, იმ გლობალისტების ხელით. ზუსტად იგივე პოლიტიკის გატარება დაიწყო ხელისუფლებამ, როგორც კი ძალაუფლება იქს. ამიტომ მისვლა სინაგოგაში და სანთლის ანთება რელიგიური თვალსაზრისით, ქართული ქრისტიანული წამსიდან გამომდინარე არის ცოდვა, არ შეიძლება. ეს საკითხები წმინდა მამებს გადაწყვეტილი აქვს დიდი ხანია ქრისტიანობაში, მართლმადიდებლობაში ეს საკითხები გადაწყვეტილია. ამიტომ ეს იღებს ძალიან მწვავე ხასიათს უკვე. ესე იგი ყველაფერს გვაკარგვინებენ? ყველაფერზე ხელი უნდა ავიღოთ? ამავე დროს არიან ბლოგერები, რომლებსაც ჩვენ ვერც კი შევედრებით, ვერც მაყურებლით, ვერც გამზიარებლით, ვერც მოდური საუბრით თავისთავად ხადია. 100,000-მდე ყავს მიმდევარი ასე ვთქვათ და გამომწერი და გულშემატკივარი და მსმენელი, რომელიც გვისაბუთებს, რომ ორ ებრაულ კლანს შორის მიდის ომი მსოფლიოში. ეს მე ყველაფერი ვიცი. ერთნი არიან სიონისტები, მეორენი არიან ულტრაგლობალისტები და ჩვენ ახლა ამ დედამიწაზე სამართალი არასოდეს არ იქნება და გვირჩევია სიონისტების გვერდზე დავდგეთ, ვინც პალესტინელებს ახლა იქ ხოცავს და იქ რო ტაძარი და დადგას და ჯობი ამათ გვერდზე დავდგეთო, რომ თავი გავიტანოთ. ჯობი ახლა ეს ხალხი აქ ჩამოვასახლოთ, ირიბად გეუბნება, აქ რო იქნებიან, აქ ისეთი ხალხი მოვლენ აქ, რომ საქართველოს გახდება ხელშეუხებელი. ჩვენ რაღაცა პირიქით ვხედავთ. ესე იგი ჩაგვაგონებენ რომ ისეთ კლანის წარმომადგენლებს თუ აქ მივცემ ბინადრობის უფლებას და გადავცემთ სამშობლოს და გადავცემთ ტერიტორიებს და რაღაც მოიტანენ ფულს, მოიტანენ უზარმაზარ გავლენას, მოიტანენ მშვიდობას, თუ ისინი რო ცხოვრობენ, ისინი ხელშეუხებლები არიან, ეს მსოფლიო ძალა, რომელიც უფრო გამარჯვებული იქნება ვიდრე გლობალისტობა, ულტრაგლობალისტობა, რომლებიც ევროპაში არიან კონცენტრირებულები, ამ დასკვნებს აკეთებს, იმიტომ რომ ამერიკა მთავარი დამრტყმელი ქვეყანაა და ამერიკაში უკვე სიონისტები არიან მოსული ხელისუფლებაში. და სხვათა შორის კუშნერი, სიძე ტრამპის ებრაელი ახალგაზრდა, რომელიც ტრამპის ქონების მმართველია,
ზუსტად იგლ-ჰილის საშუალებით ცდილობდა დაეწყო სათავჯენების აშენება ბელგრადში და აი ამის წინამდებ ხალხი გამოვიდა და ეს პროექტი სერბებმა გააჩერეს ნაწილობრივ მაინც ყოჩა სერბებს. ჩვენთანაც მსგავსი რაღაც მიმდინარეობს, ასეთი რთულ საკითხებში აღმოჩნდით უცებ ჩაფლულები და ამიტომ ასეთი რევერანსები არსებული ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც ღიად გამოაცხადა, რომ ეს პროექტი უნაკლოა, რაც განქართველების პროექტია. ამასთან ერთად მხედველობიდან არ უნდა გამოგჩეს რომის პაპთან მისვლაც, იმიტომ რომ პოლიტიკური ლიდერი. ამ ნაბიჯებით იგი თავზე ახტება ჩვენი რელიგიის მესვეურებს, საპატრიარქოს. რომის პაპის პრეტენზიები ეს რელიგიაში გარჩეული და გადაწყვეტილი საკითხებია და რომის პაპის აქ მოპატიჟება, ერთობლივი ლოცვების ჩატარება, რომის პაპის თუნდაც უახლოესი ვიზიტები თურქეთში, ბართლომეოსის და მისი ერთობლივი ლოცვა. ეს ვიცით, რომ ერეტიკოსობა ითვლება, ეს ვიცით, რომ ეკუმენიზმის ერთ-ერთი უმაღლესი სახეა, რაც ემსახურება სწორედ სოფლიო ერთმართველობის და იმ ანტიქრისტეს დასმის საკითხებს. კიდევ ვიმეორებთ ანტიქრისტეს, ანუ ჩვენი გაგებით ანტიქრისტია, მათთვის მოშიახი და მხსნელია. ამ საკითხებში ჩაბმულია კათოლიკური ეკლესია, რომის პაპი თავისი პრეტენზიებით, მერვე საეკლესიო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებებით, სინამდვილეში ჩატარებულია და მიღებულია გადაწყვეტილებები, რომ საპატრიარქოები უნდა გაუქმდეს, სულ რამოდენიმე უნდა დარჩეს და რაც დარჩება ამ საპატრიარქოებმა მართლმადიდებლური ქვეყნის საპატრიარქოებზეა ლაპარაკი, უნდა აღიარონ რომის პაპის პრიმატი, ხელმძღვანელი არის ჩვენი რომის პაპი. ამ კონტექსტში განიხილება ეს საკითხები, რასაც მერვე ყრილობა დაარქვეს, სოფლიო საეკლესიო კრება დაარქვეს, ხო? და ახლა რომის პაპის მოპატიჟება. ესე იგი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა იმ დიადმასონურ ჩაშლილ გეგმებს, რა თქმა უნდა, მაინც ყავს თავისი წარმომადგენლობა და მათ ამ პრეტენზიებზე ხელი არ აუღიათ, ცდილობენ რომ ბოლომდე მიიყვანან არსებული ხელისუფალი თითოეულ მათგანის მომსახურეობას იღებს თავის თავზე. ამით სარგებლობენ ეტყობა ილია მეორის პატრიარქის მოხუცებულობით, ჯერ არ გვაქვს აქაც ისე საქმე, როგორც გვინდა რომ იყოს, უცა ვფიქრობ, რომ გაართმევს ქართული ეკლესია ყველანაირ სირთულეს თავს, სარგებლობენ ამ მომენტით. ძნელია ეხლა ავადმყოფობიდან და წლოვანებიდან გამომდინარე, რომ კვლავ გაგვიმეოროს ის სიტყვები, რაც არაერთხელ გაუმეორებია, რომ ქართული მიწა-წყლის გაყიდვა არ შეიძლება და ჩამოთვლი აქ მე აღარ გავიმეორებ. იმიტომ რომ ეს მეორედ მოსული საკითხები ვერ გავიგეთ, არ გაგვაგებინეს, ამას რო აღარ მიუტრიალდეთ. ხო, პატრიარქი ხო ეს საყოველთაოდ ყველასთვის ცნობილია ქართველობისთვის და ვიცით რა, მისი სიტყვებიდან გამომდინარე მაინც ხომ უნდა ვიმიჯნებოდეთ, ჩვენ გვჭირდება კიდე სხვა დადასტურებაც, ალბათ მივიღებთ. აქ ხედელობაში გვაქვს ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს ამ პროექტის გასაჩერებლად, ამ ანტიქართული პროექტის გასაჩერებლად. ხო, ესე იგი აქ უკვე ლაპარაკი არის, რომ ახლა რომის პაპიც ჩართონ ამ საქართველოს კოსმოპოლიტიზაციის საკითხში, განქართველების საკითხში, მართლმადიდებლობის გადაფარვისა და საბოლოო ანგარიშით გაუქმების საკითხში. ხო, და სანაცვლოდ რა უნდა მიიღოს საქართველო? უმდიდრესი ხალხი, სხვა რჯულის, სხვა ცნობიერების, სხვა გენის, სხვა შტოს, გაუმარჯოს ყველას თავის ისტორიულ სამშობლოში. არაერთხელ თქვით, რომ ყველა ერი არის უძვირფასესი ღვთისმხნილება თავის ისტორიულ ტერიტორიულ ფარგლებში, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის საქართველოს ანექსია, საქართველოს ოკუპაცია და რას იღებს ქართველი? მშვიდობას? დიდრები მოვლენ, ვერ დიდრების მომსახურებად ვიქცევით,
რა ნიშნავს გირჩის იდეოლოგია. მე რა არ ვიყოთ უმრავლესობა. თავარია რომ იყოს განცხრომის საშუალებები. ხო, განცხრომის საშუალებები შეგვიქმნიან და ასე ვაპირებთ ჩვენ ისტორიის დამთავრებას ქართველობა. განა ქართველობა ყოველთვის თავისი თანადროულობის დინების საწინააღმდეგოდ სვლა არ იყო. განა ფიზიკურ კეთილდღეობას ვამჯობინებდით ჩვენ რწმენას, ჩვენ ადას და ჩვენ ჯიშჩილაკს. საკმარისი იყო რომ ქართველობას თავის რჯულზე ეთქვა უარი და იქნებოდა ან ერთი იმპერიის ნაწილი, ან მეორე იმპერიის ნაწილი და იქნებოდა აქაც მშვიდობა, მანამ იმ იმპერიაში იქნებოდა მშვიდობა, იქნებოდა აქაც კეთილდღეობა ვიღაცეებისთვის, მანამ იმ მოცეულ იმპერიას ექნებოდა ასეთი კეთილდღეობის სხვების ძართვის ხარჯზე, კეთილდღეობით ცხოვრების საშუალებები და კარგად ისიამჟამებდა იმ პერიოდის მაცხოვრებელი. მაგრამ ქართული ისტორია, სწორედ ამის საწინააღმდეგოა, ქართული ისტორია რა არის, რომ შევაჭამოთ, ხო? ეს არის ისტორია, როცა ადამიანი დღევანდელ კეთილდღეობაზე არ ცვლის თავის არს, რაც თვითონ არის, რა სულის თვითონ აქვს, რა გენის თვითონ აქვს, რა რწმენას თვითონ აქვს. გთავაზობენ სიკეთეს, გთავაზობენ მძლავრობას, გთავაზობენ სიმდიდრეს, გთავაზობენ ხელისუფლებას, მსოფლიო ხელისუფლებას. იმიტომ რომ არაბეთი თავის დროზე ეს მსოფლიო ხელისუფლება იყო. სპარსეთი თავის დროზე ნახევარი სამყაროს ხელისუფლება იყო. ასევე თურქეთი შორს წაგვივა ეს რასაც ისინი გთავაზობდნენ და იმ იმპერიებში არ ეკავათ ქართველებსაც დაკლები თანამდებობები და ნაკლებ როლს არ თამაშობდნენ ჩვენი გენის ხალხი. მეც გთავაზობ, აქედან გაყვანილი უბრალო მონათ არ გაყავდათ, მეომრად გაყავდათ და სახელმწიფო მოღვაწედ გაყავდათ. მიუხედავად ამისა, როცა ჟამი შემოჰკრავდა ხოლმე და უკვე ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგებოდა რა, ქართველი ყოველთვის შვილსაც წირავდა როგორც არაერთმა და სააკაძეს გმირობა და მაგალითობა. და ისე თავისი რწმენის და თავის ქართველობის, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა და ქართველობა ეს ერთი და იგივე იყო გაგებული და ჩვენ ქრისტიანობის სიახში დავიბადეთ ხელმეორედ. ეწრთო ქართული სული ქრისტიანობის სიახში. თუმცა მუსლიმანი ძმებიც გვაქვს ქართველები ჯანთა სიავის გამო. ამიტომ უნდა შევხედოთ რა განსაცდელის წინაშე აღმოჩნდით. ეს არის უზარმაზარი და უშველებელი მასშტაბის სულიერი ომი, სადაც ყველაფერი დევს სასწორზე. ჩვენი რწმენა, ჩვენი ყოფნა, ჩვენი მომავალი, დედამიწის მომავალი. უკან დაიხევს ქართველი თავს დაიღბავს. ძალიან ცუდი იქნება მთელი დედამიწისთვის. და რა არის ახლა ამაში კარგი? კარგი ის არის, რომ თავს ამხელს. ცუდი ისაა, როცა შენიღბულია. როცა deep state-ის ანუ ომის პარტიის მოწინააღმდეგე თავს ასაღებ და ფაქტიურად გეუბნება რომ მე შენ სიცოცხლე გიბოძე, მე შენ გადაგარჩინე. ამას გეუბნებით. პირდაპირ ხო მიგულისხმება, ეგ იგულისხმება რა თუ კი მან მე გამიმეტა ამ სოფლიო ომში და ჩავერთე, ხო ესე იგი ფიზიკურად ქართველობა უნდა ამოწყვეტილიყო და შენ ამ დროს მე სიცოცხლე მაჩუქე, როცა არ დაემორჩილე მას და შეხვედი ამ უზარმაზარ მონსტრთან წინააღმდეგობაში. ესე იგი მე შენ ძეგლი უნდა დაგიდგა. ესე გამოყავს, მაგრამ რა არის სინამდვილე? მართლა ებრძოდა deep state-ს, ეს უკვე საკითხის მეორე მხარეა, ესე იგი არის სულიერი მხარე, რომ ესე იგი ეს ამ რწმენის ადამიანები თალმუდისტური რწმენის, თალმუდისტურ სიონისტურ რწმენის ადამიანები ფიქრობენ, რომ ჩვენ ვართ დედამიწის ბატონები და კი აი 64 ტერიტორია გარკვეული პერიოდი ქართველებს ეკავა და ჩვენ დავიკავოთ. აი ამას ემსახურება ეს ხელისუფლება, როგორ ღია პირდაპირ. ეს რას ნიშნავს, რომ ქართველიერი აღარ იქნება, ქართველს ის რწმენა აღარ ექნება და დავმარცხდებით საკუთარ ტერიტორიაზე, დავმარცხდებით და საკუთარ ტერიტორიაზე დავკარგავთ. ხო, და მეორე საკითხია კიდე შეიძლება ეს ცალკე მშენებლობის საგნათაც დავსვათ, რომ ებრძვის deep state-ს, ეს deep state-ი რაღა და ვიღა. რას წარმოადგენს ეს ომის პარტია, რა მიზანია? ეს არის ხო ის ძალა, რომელსაც სოფლიო ერთმართველობა უნდა დაემყარებინა
ულტრალიბერალიზმით გაიჭედა ეს პროექტი, ეხლა ამაზე რომ შეიძლება დავიწყოთ დიდი დრო წაგვია, გაიჭედა ეს პროექტი და დღეს ესენი კონცენტრირებული არიან ევროპის ტერიტორიაზე. რა მეთოდოლოგიას მათ შეიმუშავეს ერების ეროვნულობისა და ტრადიციული რელიგიების მოსასპობად და გასანადგურებლად. ზუსტად ამის კეთება დაიწყო ქართულმა ხელისუფლებამ მთელი ძალით. გარკვეული კორექტირების შეტანა ხდება ამერიკაში კონსერვატიზმის სახით. ესე იგი ამ გლობალისტები გაიყვნენ ორ ნაწილად. კონსერვატორები გამოეყვნენ, კონსერვატორების სახელდებით გამოეყვნენ, ცოტა სხვანაირად. უბრალოდ კონსერვატიზმის მანტიაში კი ბატონო, ხო. ანუ როგორ არის ახლა? ტრამპის პირით რა ითქვა, რომ ეს deep state ხა ეს ყველა მიცოდა უკვე და თვითაღიერებაზე გადავიდნენ, რომ ეს USAID-ით დემოკრატიას კი არა, ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობას ხმარდებოდა ეს. მე ამას ვაუქმებ, ესე იგი რა შეუბნება დანარჩენ სამყაროს? არ გაქრობთ როგორც ერებს. არ აკრობს, იმიტომ რომ ვერ აკრობს, მრავალპოლუსიანია სამყარო. სამყარო უფრო დიდი გახდა, უფრო სხვანაირი, ხო. კაცი გეგმავს, კაც აქვს თავის წარმოდგენები, მაგრამ უფლის ბილიკები შეუცნობელია საბოლოო ანგარიშს, ანუ ყველა ვწდებით უფლის წინაშე. ხო. არ გამხობ. ოღონდ შენ მე უნდა მექვემდებარებოდა ყველაფერში. მე დავტოვებ როგორც რაღაც სახელმწიფოს, ანუ ამ სახელმწიფოს შიგნით ერიც იგულისხმება, დაგტოვებ, შენ უნდა მექვემდებარებოდე მე. ულტრაგლობალიზმი რა არის? გაუქმებ ყველაფრით, გაიხადე ყოველგვარი ეროვნული სარწმუნოებრივი სამოსი, გაკითვლდი, გაშიშვდი და როცა წამოდი ფეხებით ევროკავშირიდან, მანდ დარჩი. იყავი შეებუცელა მეძავი მან. თუ არა და ვიღაცას აქ მივიღებ ამ სიმაძღრეში, მეც შემოვიყვან ევროკავშირში. ასეთი გეგმა გაჩერდა, რობით გადავიდა იქით გეგმაზე. აი deep state ეს არის. deep state რა არის? რას ეძახიან მაინც? ეს გეგმები რომ განხორციელებული იყო, მიზნად დაისახეს რუსეთის სტრატეგიული დამარცხება ბრძოლის ველზე. იმიტომ რომ მრავალპოლუსიანობა წარმოიქმნა და ამ მრავალპოლუსიანობაში წითელმა მასონებამ თავისი პრეტენზიები გამოხატა. მე უნდა მქონდეს ჩემი პოსტსაბჭოთა სივრცე მაინც, მინიმუმ. ჩემსკენ მომოდიხარ და იწიეთ იქით, თორე ომს ვიზა. სხვა გზას არ მიტოვებთ. და ეს ომი დაუგეგმეს, იმიტომ რომ დაემარცხებინეთ ბრძოლის ველზე. თორე გეგმარი როგორ უნდა მოსპობილიყო ერები და რელიგიები და როგორ უნდა მისულიყვნენ ერთმართველობამდე, ეს ერთი და იგივეა. და იქ იწყება გარკვეული ცვლილებები ევროპაში, ამერიკაზე რომ არაფერი ვთქვათ. და საქართველოში ხელისუფლებამ როგორც კი იგრძნო ხელისუფლების გამყარება, აბსოლუტურად სრულისვლით დაიწყო სწორედ ამ მიგრანტების მოზღვავება, უცხოელებისთვის ქალაქების აშენება, გაუგონარი რა. ესე იგი და ნოზეც ალბათ ცალკე მსჯელობის საგანი გახდება, მოგვიწევს ამაზეც საუბარი, ახლა ასე ამბობენ, რომ დღეს გავხდით დამოუკიდებლები. აი deep state-მა დაკარგა თავის პოზიციები სოფლიოში, განხეთქილება ამერიკას ცალკე ესე, ცალკე იქით და აი საქართველოს დღეს ჩვენ გავხადეთ დამოუკიდებელი, რომ უცხოეთიდან შემოსული გრანტები ისინი დავბლოკეთ, უცხოური ფული ვერ მიიღეთ ჩვენ პოლიტიკაში მონაწილეობას და დღეს უკვე ჩვენ დამოუკიდებლები ვართ. ესე იგი გიხსენი გადაგარჩინე მე შენ ცოცხალი დაგტოვე ერთი და გაგხადე დამოუკიდებელი. ხო. ამბობენ აქამდე შეგვეძლო ამ ნაბიჯების გადადგომა, აჯანყება დაგვეწყო. ახლა თვლიან რომ ესენი აჯანყებულები არიან, აუჯანყდნენ, ეს კუნთმაგარები ვართ, თუმცა რომ ამ ხელებს ჩვენ აუჯანყდით. აჯანყება შეგვეძლო აქამდე დაგვეწყო, მაგრამ ეს საქართველოს დანგრევების ქვეშ მოაქცევდა, და ჩვენ მოვიცადეთ, დაველოდეთ, რომ კიდევ უფრო გაღრმავებულიყო სოფლიო კრიზისი, წარმოქმნილიყო სხვადასხვა ცენტრები დასაბალანსებლად და ახლა გვეძლევა საშუალება რომ დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ და სწორედ ამ შირიმის ქვეშ თითქოს ეს მართლა გააქვს ჭეშმარიტებას, თითქოს ამაზე ადრე არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯების გადადგმა. ესენი ბრძენი არიან. ამათ იციან ვშიდობთ როგორ უნდა გატარონ. და აი ახლა დადგა დრო, როცა უკვე უნდა ეს ნათელი მოგფინონ. კი?
ეს არის უნაკლო პროექტი, ხალხო. უნაკლო პროექტი და თურმე ეს რეკლამები ეს ხელოვნური ინტელექტით ყოფილა. და იქ ქილსის წარმომადგენელი თავისი პირით რო გველაპარაკება ეს მოხამარი თუ ვერ დავიხსოვნე ამ პიროვნების გვარსახელი, მაპატიებს ჩვენი მსმენელი. ეს თვითონვე ამბობს რომ სოფლიოში ვისაც მოუნდებაო არაბული სამყარო და დანარჩენს ჩვენ შევპირდით ჩვენ ბავშვებს. ხო, ის არ ამბობს რომ ქართველებო რა განერიულებ ეს თქვენთვის ვაშენებ. ის პირდაპირ ამბობს რომ ვისაც მოუნდება. მაგაზე მეტი რეკლამა რაღა უნდა იყოს, არა? და თურმე ესეც ხელოვნური ინტელექტით ხო არ ლაპარაკობდა. ესეც დიქტეიტის ხელი ხო არ არის, რა? აი ესე ტრაგიკობიკურ ვითარებაში აღმოჩნდა და ეს დამოუკიდებლობა თურმე არის სწორედ რომ ეს უცხოელებს ეს ქალაქები უნდა ავაშენებინათ. ისიც ანუ ეს თემა კიდე სხვა ჩაღრმავებას ითხოვს რომ რამდენად მართალია როცა ამბობს არსებული ხელისუფალი რომ ადრე არ შეიძლებოდა რომ დამოუკიდებლად გვემოქმედა ხალხო. აი ახლა მოვიდა დრო რომ ნეიტრალიტეტის გარკვეული ფორმატით, მრავალ ვექტორიანი პოლიტიკით ჩვენ კი არ მივეწევებით ევროკავშირსა რაღაცა. და იმ კანონებს კი არ მივიღებთ კიდე და განვახორციელებთ, რასაც დღემდე ერთგულად ახორციელებენ. გლობალიზაციის ყველაზე დამღუპელი რაც არის ეს მიგრანტების შემოსევა და უცხო ელემენტის შემოყვანა, რასაც ტრამპი ეწინააღმდეგება ამერიკაში, თვითონ მიგრანტების ქვეყანაში. თუმცა ეგეც უნდა ითქვას, რომ მე-20 საუკუნის 40-იან წლებამდე ჩვეულებრივი რასისტული ქვეყანა იყო. ომის შემდეგაც კარგა ხანი დაჭირდა, რომ ამ რასიზმიდან გამოსულიყო. იქ ტრამპი ეწინააღმდეგება. საქართველოს კი ყველა კარი გახსნა და შემოუშვა. აი ეს პარადოქსებია. ახლა რას ამბობს ხელისუფალი? გარდა იმისა, რომ ერთდროულად თან სულიერ საკითხებშიც ერევა და პირდაპირ ანტიმართლმადიდებლურ პოლიტიკის გატარებას იწყებს, პირდაპირ ღიად აშკარად თავის თავზე იღებს რომის პაპის აქ ჩამოყვანას, ვერ ვიცი საპატრიარქოსთან ათანხმებს, არ ათანხმებს, რატო ვეპატიჟებით მაინდა-მაინც რომის პაპს აქ და რა გვინდა. ეთანხმება იმ გადაწყვეტილებებს, იმ ერთობლივ ლოცვებს ჩვენი საპატრიარქო, რაც ვიცით რომ არ შეიძლება რჯულიდან გამომდინარე, რჯულის დადგენილი კანონებიდან გამომდინარე. რა სურვილებით და რა პრეტენზიებით რომის პაპს აქვს ქრისტიანულ სამყაროსადმი. გარდა ამისა, რომ სულიერ საკითხებშიც ერევიან და ეს ანტიმართლმადიდებლურია და ანტიქრისტიანულია. ასევე პირდაპირ გვიყენებენ საკითხს, რომ ვინც ამ არაბიზაციას, ახლა ეს ტერმინი ამ ტერმინში ჩაჯდა. რომ ისეც თქვით, რომ არც იმ დუბაიში ყოფილა ეს არაბებისთვის დუბაი. 10%-ია შიგ არაბი გასათვალისწინებელი, ანუ ეს ბინებიც რომ იქმნება და იყიდება, კიდევ ცოტა არ იყოს სხვები არიან უფრო რა. ვიცით ეგეც. თვითონვე აქვეყნებენ ამ ცნობებს. აი ამ ფონზე თulis რომ ვინც საქართველოს დასაცავად ხმას იღებს, ის არის ეკონომიკური დივერსიის აგენტი. ართულიან კახა უნდა გავასურო, ართულიან მასე. ეს თვითონ კარგად იციან რაც არის, მაგრამ ეს საზოგადოება ფართო მოხმარებისთვის რომ აი ესენი არიან ის ვინც ხელს უშლიან ქვეყნის აღმავლობას, ეკონომიკურ აღმავლობას და რომ წერში გაიმართოს ქვეყანა, აბა როგორ გინახა დიქტეითან შეჭიდებული და დაპირისპირებული ქვეყანა, საიდანაც ხო უნდა მოვიდეს ფინანსები, საიდანაც ხო უნდა მოვიდეს ინვესტიციები, ისე დამოუკიდებლად ჩაკეტილი იზოლირებულ მდგომარეობაში ხო ვერ გაძლებს ქვეყანა. და აი ამ იდეოლოგიაზე ცდილობენ ააგონ და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა და კიდევ ერთხელ მოატყუონ, როგორც არაერთხელ მოატყუეს უკვე 2012 წლიდან მოყოლებული იმ საარჩევნო დაპირებებით და შემდეგ ფასების კლება, რომ თურმე შესაძლებელია ფასების განახევრება ელექტროენერგიაზე, გაზზე და რაღაცა შეიძლება ამ შემთხვევაში უკვე გადამწყვეტი და არც იყოს და მეორე ხარისხოვანი იმასთან შედარებით ეს მიწა-წყალი ვის დარჩება იმასთან მოსატანის არ არის, მაგრამ აი უბრალოდ ნამდვილი სახე რო დავინახოთ ამ ხელისუფლების და ამ პარტიის პოლიტიკური ორგანიზაციის, აი თუნდაც ესეც გამოდგება იმის მაგალითად, როგორ
უსინდისოდ უნამუსოდ შეუძლიათ ტყუილები ილაპარაკონ და მოსახლეობა წამოაგონა იმ ტყუილებზე, რომ მას რა ქვია ხელფასები გაიზრდება, კეთილდღეობა შეიქმნება, გარეთ წასული ჩვენი თანამოძმე ემიგრანტები სულ ყველას დაბრუნება მოუნდება. და რამოდენიმე წელი იყო გასული მერე, რომ პირიქით იქით ეპატიჟებო წადით თურქეთში, მერე გერმანიაში ვიგიშო, მერე ახლა გაიჟღერო რომ ისრაელში ყოფილა თურმე 100,000 სამუშაო ადგილი და წვანეს უნთებდნენ, რომ კი არა რეკლამას უკეთებ წადითო, კაცო, კაფა აღარ არისო ის პირობებიო, რომ ყველა დასაქმდესო და წადითო. ანუ მთელი ეს საარჩევნო კამპანია აღმოჩნდა აფიორა. აგერ ახლა გაიჟღერა, რომ ელექტროენერგიას და გაზზე ფასები მოიმატოს და განახევრება კი არა, იმის მერე მოიმატა და კიდე იმატა. და საერთოდაც კიდე აი გაურკვევლობა და ბუნდოვნება რო არ შემორჩეს, რასთან აგვაქვს საქმე, როდესაც ვითომ ერთის მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ მთელი ეს მსოფლიო პოლიტიკური ელიტა deep state-ით არის ისინი, რომ იქ არიან და მისი მსახურნი არიან და ერთ გეგმას ემსახურებიან, რასაც მსოფლიო ერთმართველობა ქვია. მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენი ხელისუფლების დაპირისპირება იმ ევროპულ ბიუროკრატიასთან, რასთან აგვაქვს საქმე და თვითონ ქვეყნის შიგნითაც, როდესაც ორი გამოკვეთილი პოლიტიკური ძალა უპირისპირდება ერთმანეთს, ეს რას ნიშნავს და როგორ შეიძლება ეს გაიშიფროს, ასე ვთქვათ. ნუ საქართველოს ერთგვარი ლაბორატორიაა, სადაც თუ კარგად დააკვირდები და გაანალიზებ, რაც ხდება, ის მოგცემს სრულ სურათს, რა მსოფლიოში რა პროცესები მიმდინარეობს. ანუ როგორც შენ თქვი, უფრო დავწვრილმანდეთ 10 წლების ასწლეულის განმავლობაში მიდიოდა ეს ამ პროექტის განხორციელება, რომ მსოფლიოს ერთმართველობამდე მიყვანეს ლიბერალური გზა. ანუ ეროვნული ცნობიერებების წაშლა, ადამიანების გარყვნა რელიგიიდან განკვეთა და თავისუფალი ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომ ადამიანი თავისუფალია და რავი, გინდა ასეთ უწესო ცხოვრებას გაწევს, გინდა ნარკომანიას მიყვება, რასაც უნდა იმას გააკეთოს. ჩემი ხელი, ჩემი საკუთრება. კი ბატონო, თბილისში სტარდებოდა ხოლმე ამდაგვარი აქციები, სადაც ეს უხამსი ლოზუნგებით გამოდიოდნენ, აქ ვერ ვიტყვიმე, ხო, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც იქ მსოფლიო მმართველ კლანში გაჩნდა რაღაცა დაჯგუფებები, რომლებმაც იგრძნეს, რომ ლიბერალურ მიძალებას მოქონდა უკურიაქცია. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, კონსერვატიულად განწყობილ ნაწილში პირიქით დაკარგეს ქულები, წააგეს პოზიციები და საჭირო იყო რაღაც ახალი, რომელიც ცვლილებას მოიტანდა და ცოტა უფრო სხვა გზით, შემოვლითი გზით მიიყვანდა კაცობრიობას მსოფლიო ერთმართველობამდე. და ჩაითვალა, რომ რადგანაც ახლა ადვილია ხო შესწავლა საზოგადოებაში რა განწყობებია და რადგან ეს კონსერვატიული განწყობები არსებობდა, კი ბატონო, მოდი ეს ყველაფერი მოვარგოთ კონსერვატიულ, აი მანტია აფარებული წაუძღვეთ ამას და ამით მივიყვანოთ ჩვენ საბოლოო მიზნამდე. და აღმოჩნდა ეს მეორე განშტოება, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა მსოფლიო ერთმართველობამდე მისვლის აი ამ გზას. ანუ საქართველოში მივიღეთ ორივე წარმომადგენლობა. ერთი, რომელიც ისევ ერთგული რჩება მოშიახის დასმის აი ამ გზამდე, ბოლო წერტილამდე მისვლის აი ლიბერალურ გზის და მეორე, რომელმაც იგრძნო, რომელიც განაყარია, ასე ვთქვათ, ამისი, ისევე როგორც იქ მოხდა გაყოფა და ჩვენ ვიცით, რომ ქართული ოცნების ძალიან ბევრი წარმომადგენელი და მისი პარტიის ელიტარული წარმომადგენლობის დიდი ნაწილი თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იყვნენ, სოროსულ ფონდებში არიან გამოცდით გაწვრთნილები, მაგრამ მიხვდნენ რა პროცესი მიდიოდა მსოფლიოში, სადეს მოიგონ უკვე კონსერვატიული მანტია და აი ამ ტალღაზე დაждდომით მიაღწიო თავის მიზნებს, რომ აქ რაც შეიძლება ხანგრძლივად და დიდხანს თუ სამუდამოდ არა შეინარჩუნო ხელისუფლება. და საით მივდივართ, აი კიდე ჯემალი როგორ არის, იცი რომ ჩვენ მივდივართ კაპიტალისტური დიქტატურისკენ პირველ რიგში. ნელ-ნელა deep state-ამ ბრძოლის საბაბით
ხარდება კაპიტალისტური დიქტატურა, ესე იგი ზემდიდართა განუხრელი დიქტატურა. ამათ ერთ-ერთი გარღვევა საიდან დაიწყეს, კიდე სხვა ფერი შემოაქვთ, ამათ სხვა, ანუ რაც ჩვენთან ბატონობს, ამას სხვა განაცხადი შემოაქვთ, რომ დასავლურ სამყაროში ჯერჯერობით მაინც მიჩნეულია ძალთა მონაცვლეობა, ანუ დემოკრატიის თამაში. და პირველებმა ამათ აწიეს ეს თამაშა გვერდზე გადადეს, რომ აშკარად დაიწყეს ნაბიჯის გადადგმა, რომ უნდა გაიმუდმონ. ნუ აიხსნა, იმით რომ ახალგაზრდები არიან, წასულა არმა ძალა ერთით ის და ასე შემდეგ. ასე იგი, ეხლა ვაკვირდებით, რომ ერთპარტიულ დიქტატურად გარდაქმნა ხდება უკვე. დიქტატურას რა ჭირდება მტრის ხატი? ტერი. ჩვენი ამოწყვეტა უნდა ხალხო და ეხლა მე ამ კანონებს იმიტომ ვამკაცრებ, რომ აბა ეს თუ არ გავაჩერებ და ეს მტერის ხატი უკვე შექმნა ევროპის თანამედროვე ევროპის მმართველი ძალების მიმართ ეს ხატი ჩამოაყალიბა. იქ არის deep state, იქ არის ევრობიუროკრატია, რომელსაც რამდენჯერმე უნდა გადატრიალება, 7-ჯერ თუ 8-ჯერ თუ 10-ჯერ თუ 12-ჯერ, მოახერხებდა თავი და ეს მტერი არის და ეხლა აქ უნდა იყოს მარადიული დიქტატურისკენ მიიწვის. ესე იგი, ჩვენ უკვე არის გარკვეული პარტია ორგანიზაციები, მოაზროვნე ქართველები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო გარდაიქმნა უკვე ფეოდალურ მონარქიად. ყავთ მონარქი, ნუ იათაცხადებს ბატონი თარხანი თუნდაც, ყავთ მონარქი, რომელსაც ყავს პირველი ვეზირი, ნუ ეს არის პრემიერი. ეს ვეზირი ეხლა ცუდია. ახლა არ მგონია, რომ ჩვენ ამგვარი ტიპის მონარქიისთვის ოცნებობდა ქართველი ხალხი ზოგადად. და არ მგონია, რომ მხოლოდ პირველი ვეზირის გამოცვლა შელოდეს ქვეყანას და ეს აზრი გქონდეს ზოგადად. მაგრამ მართალია. ეს პირველი ვეზირები თუ ცვალეთ. ხო, ცვალეთ, ხო. ესე იგი, აბსოლუტურ უკუსვლას განვიცდით. და რას ამკვიდრებს ეს მონარქი? აი deep state-ის მიზნები რაც არის, კოსმოპოლიტური მიზნები რაც არის, რითაც ევროპა იღუპება, გაძლიერებული ტემპებით იწყება საქართველოში ამ კანონების დამკვიდრება, დაბეტონება პირდაპირ და აი ჩვენ ეხლა ასია რა, ახლა ეკონომიკური წინსვლავით უნდა მიფრინავ წინ და წინ, ყველაზე გვაქებენ და წინავარ და ერთი რაღაც კლებია ხალხო რა. აი უამისოდ როგორ ვძლებდით ეგ იყო საინტერესო. ჩვენ არ გქონდა ფერარის ცენტრი ხალხო. გაიხსნა. აი ჩვენი ეკონომიკური წინსვლის ღია გამოხატული. ულოცავს სრულიად საქართველოს. ეხლა ახალ წელს ყველა გლეხი მიოა, ყველა ეს ფერარებში ჩაჯდებიან და პირდაპირ ცენტრებიდან წამოიყვანენ. ესე იგი როგორ არის, ცილო? ეს ელიტა ესეთulis რომ დავეუფლოთ, ეს ჩვენია და კარგად ამობენ. ეხლა საქართველოსი კი არა, მონარქისაა ეს ქვეყანა. ნუ მონარქს თუ უნდა გაყიდეს, შენ კი არა ეს იმისია. არაბებს მეკიდეს, იმას მეკიდეს, ამას მეკიდეს. შენ არაფერი არ ახლა, შენ ახლა ნული. ფერარი თუნდა სიარული, გახსნა. შენ თუ შეგიძლია ბატონი გოგა ხაინდრავას პირით გააჟღერეს კიდევაც. შენ მიკითხავს უგაც. იქ შეთანხმება შედგა, რომ აშენდება და დაიწყეს ამუშავდება ეს კაზინო რაღაცა, ხო დაინახავ რაც არის. ხო, მე შენ მიკითხავს, მაგრამ წინა გადაცემაში ვთქვის, ამაგეროთ ერთი ახალგაზრდა საკმაოდ საინტერესო თაყენებს ამ საკითხს და კითხვას სვავს კაცო. გვეუბნებიან, რომ სახელმწიფოს წილი 33%-ია და ამავე დროს გასაიდუმლოებული არ გვეუბნებიან, თუ სახელმწიფოს წილი ანუ ჩვენია ქვეყნისა და ის ქვეყანა კიდე ჩვენ ვართ ხალხიო და გაგვაგებინეთ ბოლო-ბოლო ისი 33%-ის პრობლემი ვართ, ხო შეიძლება ეს ხო არა სამხედრო საიდუმლოს ვართ ხო კაცო. ხო, გუფლება რომ ვიცოდეთ ისი პრობლემები ვართ და ისი 33%-ის პრობლემები ვართ და წერან დაწყებული აზრიო დავასრულო. ანუ deep state-ს ვებძვით, აი ჩვენ ომს გადავარჩინეთ ქვეყანა ეს ვქენით, მაგრამ ბოლომ წამს, ფიცი წამს ბოლომ აკვირვებს, ხო ქართული ანდაზა. აი თუნდაც ისე საკითხრო მეუტრიალდეთ ამ რიტუალში მონაწილეობას. თქვი ხო დასაწყისში რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნიდან იღებს სათავეს ეს რიტუალი.
და ეს ერთგვარი მოლოდინის და მოთხოვნის რიტუალია, რომ მოვიდეს ხომ ხსნელი მესია მოვიდეს მოშია ჩვენი გაგებით მოშიახით ისინი თავად მესიას თვლით. როცა რეალურად მესია მოვიდა ომი გამოუცხადეს წამებით მოკლეს ჯვარზე გააკრეს აწამეს ანუ ქრისტეს არ ელოდნენ ხო ელოდნენ სხვა რაღაცას სხვა ვიღაცას და ვინ არის ეს დავსვი გადაცემის დასად ეს ხომ არ არის სწორედაც ანტიქრისტე და როდესაც შენი ხელისუფლების წარმომადგენლები მაღალი თანამდებობის პირები მიდიან და ამ სატანო რიტუალში ღებულობენ მონაწილეობას ეს ხო ფარდას ხდის ყველაფერს ისი მსახურები და ვისი მსახურები არიან ამით ისინი ერთის მხრივ ხო მონაწილეობიან თანამონაწილეები არიან ამ ყველაფერში და მეორეს მხრივ იქ სადღაც უმაღლეს იერარქიას უდასტურებენ და უმტკიცებენ თავის მონურ ერთგულებას და ჩვენც აქ ვართო და გაგვითვალისწინეთო რომ გულში არ ჩაიდოთ რომ ჩვენ რაღაც დავუშვოთ ან თქვენს წინააღმდეგ გავართ არ რაღაც კი ბატონო აი ეს დანარჩენი ხმამაღალი განცხადებები რომ ჩვენ დიპსტეიტს ვებრძვით მაგრამ ეს დიპსტეიტის დადებული კანონები რამაც მართლაც ევროპას გადაუარა ზეთ და თითქმის ევროპული თვითყოფადობა დააკარგინა იქ თავის ძირძველ მიწა-წყალზე იმერებს ვილაპარაკი არაერთხელ გვიტყვი ადრეშია საფრანგეთი იგივე გერმანია ასე შემდეგ და ის მაგალითებიც კი მოვიტანეთ თუ გახსოვს ერთხელ იქაც რო არ ჩახვიდეს საფრანგეთის ქუჩაში არ გაიარო უბრალოდ ჩართე ტელევიზორი როდესაც საფრანგეთის ეროვნული ნაკრები გამოიძგინ კალათბურთის გინ ფეხბურთის გინ რაგბის ვისიც გინ და უკვე სრული წარმოდგენა გექნება რა ხდება იქ აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა 99% იქ ფერის კანის ფერითაც განასხვავებენ ესენი ფრანგები არ არიან ის თეთრკანიანები ვინც არიან ისე იშვიათი ისინი ფრანგები არიან თუ არა ეს კიდე სხვა საუბრის თემაა ანუ ქვეყანა მიყავთ აი ამ კუთხით შემოაქვთ ეს კანონები და თან ხმამაღლა აცხადებენ რომ ჩვენ ვებძვით ამას და როგორც თქვი ფიცი კი წამს მაგრამ ბოლო ხო ჩანს ამ ყველაფრის არა რა იქნება და რა შედეგებამდე ამის და ბოლოში როცა გავალთ რას მიიღებს ქართველიერი ამ ყველაფრიდან მიიღებთ იმას რომ ჩვენ აბსოლუტურ უმცირესობაში აღმოჩნდებით და როგორც წეგანს ამბობდი შენ თუ ეს გვინდოდა მაშინ საუკუნეების ისტორია რატო დავწერეთ ჩვენი სისხლით ჩვენ წინაპრებს ნუ თუ არ ყოფნით და იმდენი გონი რომ ეთქვათ რომ შეცოტა გადამიხადე და მობძანდი ბატონო მე რა გვაქვს საუბარი რა თქმა უნდა ერთი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა და ყველაფერი მოგვარდებოდა იმ პერიოდში როგორც ახლა ესენი ცდილობენ რომ მოაგვარონ აი უთანასწორო ბრძოლაში როცა გადიოდა ქართველი ეს ხო იყო სრული თავგანწირვა ვის ჰქონდა გარანტია რომ 10 ჯერ მეტრთან ბრძოლაში გასული გადარჩებოდა თუნდაც დიდ გორზე და თუნდაც სხვა ბრძოლებში და ვიცით ისტორია ხო უდიდესი მსხვერპლები და ის კი არის ერთ ომში 9 ძმა ერთად დაიღუპა ხო დიახ ნუ რა შეიძლება ვთქვათ ახლა ჩვენ ალბათ შემდეგ გადაცემები მაინც ერთი წელიწადი გადის და გარკვეული შეჯამებისკენ შემდეგ გადაცემებს დაეთმობა რომ აი რა მოგცა ამ წელიწადმა რა შეიძლება შევაჯამოთ საით მივიდივართ რაც არ უნდა იყოს მაინც გამოკვეთილია ჩვენ ქართველობამ უნდა შევქმნათ და ყველა ჩვენ ჭეშმარიტ თანამოძმე თანამოქალაქეების და ჩვენი მხარდაქართველებს არის სხვა ეს წარმომადგენლებიც გვიჭერენ გმირი ვაჟკაცის ხალხი მხარს გვიჭერს თანამედროვეობის აბოტფილელები ეგენი არიან სწორედ რომ არაბიზაცია და ესე გასხვისება იქნება ერისა და ქვეყნის კატასტროფა მხარში გვიდგენენ არიან ესეთი ადამიანებიც უნდა შევქმნათ ერთიანი არ მინდა ხლა სახელი ვთქვა მაგრამ ვინმეს არ ეწყინოს ან სხვანაირად არ გაიგოს ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი სხვანაირად რო არ გაიგონ რა თქმა უნდა გამოვაცხადებთ ამას თუ არ გამოვაცხადებთ ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი ეროვნული სულითა და გულით მოძრავი და ნუ ვინც არსებობს ქართულად დაზრონებს ქართულად პოლიტიკური დაჯგუფება თუ პიროვნება თუ ასე შემდეგ არა ერთიანი წინააღმდეგობის ველი უნდა შევქმნათ პირველ რიგში რომ პირველ რიგში ჯერ გავაჩეროთ
ვანახოთ რაღაცა ძალისხმევა, ვანახოთ იმასაც უფლის შეწევით, რა თქმა უნდა. ესე იგი ჩვენ რაღაცად ღირ ვართ. იმიტომ რომ ეს პროექტები პირველ რიგში ჩვენაირი ქვეყნებს, საქართველოს თავისი უდიდესი სირთულეები აქვს, ბევრს დაატეხეს თავზე, მაგრამ ხალხის ერთად დადგომამ დროებით მაინც გააჩერა. ესე იგი მათ რაღაცა ღირსეული ჩაიდინეს. თუ ამ მიწაზე ცხოვრობა, ეს ღირსეული სხვედრია და ჩვენი წინაპარი ოდითგანვე იმსახურებდა ამას. ეხლა ვიმსახურებთ თუ არა ეს უნდა გამოსცეს და აი ეს წინააღმდეგობის ფრონტია შესაქმნელი. სადაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ერთიანი სტრატეგია გვაქვს, მინიმალური მაინც, რომ შევიმუშაოთ. ნებისმიერი ვინც არაბიზაციის, არაბიზაცია შიგნით ფართო გაიაზრება. აღარ მივხვდება. განქართველების. ხო, განქართველების. მოწინააღმდეგე ვინც არის? წარსულში ძიება რომ ის იქით გადა, ეს ესე იყო და ის ისე იყო, ეს საქმეს აფუჭებს. შლის წინააღმდეგობის, ერთიანი წინააღმდეგობის ჩამოყალიბების ჩაშლისკენაა მიმართული. ჩვენ ეხლა არ ვისახავთ იმ მიზანს, რომ ყველაფერს უცებ გამოვასწორებთ. ვერც დავისახავთ, იმდენად ვართ ერთმანეთს დაცილებული და იმდენად ვართ ერთმანეთთან საუბარს მოწყვეტილი. ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ცოტა გაგვიხანგრძლივით ეს სიცოცხლე, რომ მართლა სერიოზულ გადარჩენისათვის საკვანძო საკითხებზე მოვახდინოთ ერთმანეთთან, პირველ რიგში ერთმანეთთან შეთანხმება. ქართველი ერის პრობლემა არის ერთმანეთთან შეთანხმება, სხვა მეტი არ. უფლის მხარდაჭერა გვექნება, თუ გვექნება ურთიერთ შეთანხმება. ნუ შემდეგ გადაცემებში ალბათ თავს უფრო უკეთესად მოვუყრით, აი რა მივიღეთ, რამ მოგცა, რა დაგვანახა აი ამ წელიწადმა და რას უნდა ველოდეთ მომავალ წელს მაგალითად. ერთი რამე ფაქტია, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. ხელისუფლების წარმომადგენლობამ რუბიკონი გადალა, ასეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ რუბიკონი გადალახა უარყოფითი თვალსაზრისით. უკან დასახევი, უკან მოსატრიალებელი თავის ხელით დაანგრია და ჩაჭრა. ერისკენ რომ მოbrunდეს, ისეთი სიტყვები დაისწრეს, წინასწარ რომ ძალიან ძნელია. ეს არის უნაკლო პროექტი, ეს არის ტყუილი რეკლამები, არავითარი დემოგრაფია არ იცვლება, არადა უკვე შეცვლილია. ხო. რომ მერე რა 400 წელი იყვნენ არაბები და რა? ის კი არა, იქამდე მივიდნენ, რომ აი სასულიერო პირები, რომელიც იქ აქციაში მიიღეს მონაწილეობა და ძალიან დიდი იყო მათი როლი და დამსახურება, რომ თუნდაც საოდენობა ხალხი მივიდა იმ წვიმაში, სიცივეში, ძალიან ცუდ გაუსაძლელ ამინდში, დიდი იყო დამსახურება მათი მრევლის ალბათ საკმაოდ სოლიდური ნაწილიც იყო წარმოდგენილი იმ აქციაზე და მადლობა მათ ამისთვის. ისინი გამოაცხადეს ფუნდამენტალისტ ექსტრემისტ შავრაზმელებად. ხო წარმოგიდგენთ ეს რას ნიშნავს? ესე იგი, ყოველგვარი ხიდებიერსა და მათ შორის თავიანთი მოწამეები ჩაანგრიეს. თურმე ჩვენს მართლმადიდებულ ეკლესიაში ყოფილან ფუნდამენტალისტები და აი სამაგიეროდ აი მუსულმანურ იმაში ვერ ხედავენ ფუნდამენტალისტს, ვერ ხედავენ ექსტრემიზმს. ისინი მერე რა შემოსახდებიან არაფერი არ დაშავდება ამით. აი თურმე ესე ყოფილა, აი მაგათი იდეოლოგია ესეთია. დავით რამე დაამატება. კი ბატონო, ძალიან ისეთი ტკივნეული საკითხებია, რომ ნამდვილად აი როგორც ბოლოს ითქვა წინააღმდეგობის ფრონტი აუცილებლად არის შესაქმნელი აი ამ არაბიზაციის, აგერ რაც ითქვა გადაცემის დასაწყისში, ეს ხანუქას დღესასწაულზე რომ შევიდნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები და სათლებია ეს თუ აღიარეს იმათი მოლოდინი ეს ყველაფერი აშკარად იკითხება მეგობრებო, აშკარად იკითხება პატივცემულო მსმენელებო, რომ იმყოფილან ესენი, რომ აი მსოფლიო მმართველი ებრაელი მასონების მხრიდან იმართებიან და მათ გარეშე ვერაფერს ვერ წყვეტენ. თუნდაც ის საკითხები თვითონ deep state-ის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ესე იყო ნაკარნახები იქიდან, რომ გარკვეულ დროსა და პერიოდში, ჩემი აზრი ასეთია და დამეთანხმებით, რომ
უნდა ვითომ დამოუკიდებლობას მიაღწიეს და აგერ გვამადლიან, გვაყვედრებენ კიდეც რომ ომში არ ჩაგვრთეს. იქიდან იყო ეს საჭირო. თავის შუადერეფანი მათ ჭირდება. მათ ჭირდებოდათ ევროპის მოსამართლებლად. არჩევნები ჩატარდებოდა, სულ ყველა რაიონი მოიგეს და ახლა სხვადასხვა თაჯიკჯიკდა, რო იტყვია, რომ იქ არაბიზაცია რა ქონიათ გულში, ესეც ყველაფერი იმათი დაკვეთებით. და ჩვენ რა თქმა უნდა, ჯერ კიდე 2001 წლისთვის ბატონმა აგაგიმ მეც სინათლეში რომ მათი 24 ოქმი რომ გამოაქვეყნა მსოფლიო მმართველი სიონისტი, თალმუდისტი, ებრაელი მასონების რომ იმ 24 ოქმის მიხედვით რომ მართავენ თელ მსოფლიოს და დაჭერილი ყავთ ხელში და ყველა ხელისუფლებები რომ მათგან იმართება და მათ შორის რა თქმა უნდა ესენიც აშკარად გამოჩნდა ამათი სახე დღეს და ეხლა რა ვიცი ეხლა ძალიან ამართლებენ იქ ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობას რომ ეკლესიები ააშენა ამის დაუნახაობა როგორ შეიძლება ესეც იქიდან არის ნაგარნახები რომ თვალებში ნაცრის შეყრა როცა ისინი ჩვენი ეს მსოფლიო მმართველები პირველ რიგში ან მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტრები არიან და ამით ჩვენ ამით და ერთ-ერთი ოქმი მახსენდება იმათი რომ უკეთესად რომ მოატყუო გოი ანუ არაებრაელი ამ შემთხვევაში ქრისტიანებზე აქვთ ქრისტიანობა ყავთ ხედელობაში უნდა დაეხმარო მათ გაჭირვებულებს დაასაფლაო მათი მიცვალებულები უნდა ეს ყველაფერი და ასე შემდეგ ისეთი ის არის შინაარსის ის წერია იმ ოქმში რომ თუ დაჭირდა ებრაელს რომ ფეხებზეც უნდა ეამბოროს ქრისტიანს და ყველას და უნდა უთხრას და ფიციც უნდა დადოს უნდა შეხვიცოს რომ მე შენ მიყვარხარ და შენთვის ყველაფერი ეს რომ ამით აბურდოს ხალხში ეს ყველაფერი რომ ვითომ მას კარგი უნდა ჩვენთვის და აგერ სინამდვილეში გამოჩნდა რანდომებიათ მათ ჩვენთვის და აი ამის წინააღმდეგ აი ეს მინდოდა მეთქვა რომ არ უნდა დავიბნათ და არ უნდა აი როგორც კრავი ისე გვაჩვენებენ ჩვენ თავს და სინამდვილეში კიდე ყველაზე დაუძინებელი და ვერაგი მტრები ისინი ყოფილან ჩვენი ქრისტიანობის ჩვენი მართლმადიდებლობის და რა ვიცი პირველ რიგში ამის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს ერი ქვეყანა და ეხლა უკვე აქ საიდუმლოც აღარაფერი აღარ არის უკვე რომ ასე კი მოდი მაშინ ესე ვთქვათ აქ არის ორი გზა ერთი გზა არის ამ შემთხვევაში ნათლისმცემლის გზა რომელიც თავის მოკვეთით თავდება ხილება კი ხოლოდ მხილება აი შენ ესეთი ხარ მაგრამ არის ქრისტეს გზაც რომელიც არის გადარჩენის აღდგომა აღორძინების ამ შემთხვევაში სოცხლის გახანგრძლივების ამ კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი იცის მოსულმა სიტყვა ეს რელიგიური წინააღმდეგობები სოფხედველობრივი წინააღმდეგობები სოციალური ეკონომიკური წინააღმდეგობები რომ არ ყოფილიყო საჭირო თუ შემთხვევით არაფერი არ ხდება და რომ არ ყოფილიყო საჭირო მაშინ არ გავივლიდით ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს გიყვარდეს მტერი შენი ქრისტეს შეგონება ამაში უბრალო ფოლორცი და სიყვარულის ეხლა რასაც სიყვარულს ეძახიან ერთად გორაობას ეგ არდებს სხვა ძალიან დიდი აზრია ჩადებული ჩვენ ამ ზისხსა და სიძულვილში არ უნდა გადავიდეთ ამგვარი მოცემულობა უარყოფითი განვითარების გზაც უნდა გაგევლო ის უარყოფითი განვითარების გზაც ვიღაცას უნდა წარემართა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიახ ოღონდ ეს უარყოფითი განვითარების გზა ეხლა მთავრდება ესა უკანასკნელი ჟამი ამგვარი აზროვნების ამგვარი ურთიერთობების უკანასკნელი პერიოდია ან აქედან გამოდის სოფლიო გამოდის ქვეყანა და ახალ საფეხურზე გავდივართ განვითარების ახალ საფეხურზე უკვე დადებით ცნობიერების მიმართულებით ან ამის მონარჩებით და ვიღუპებით თუ ამის მონადარჩებით
ჯერ საქართველო დაიღუპება, მერე სხვები ზედმოყვებიან და ბოლოს დედამიწაც დაიღუპება. ან ამასთან ვიწყებ წინააღმდეგობას და ხელჩართულ ბრძოლაზე გადავდივართ, რაც თავის მოკვეთით თავდება, ან მოსულმა სიტყვა მითის, როგორ უნდა გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან. როგორ არის შესაძლებელი რელიგიათა შერიგებაც? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. 4 ცხოველი დგა უფლის ტახტის ირგვლივ, როგორც მცველი. ერთ-ერთი იუდაიზმია, ერთი ქრისტიანობა, ერთი მაჰმადიანობა, ერთი ბუდიზმია თავისი მთელი განხრებით. შემთხვევით არაფერი არ შექმნი და შემთხვევით არ არის ეს წინააღმდეგობები, არ თალმუდია ჩამოყალიბებული ისე. ხო, თალმუდში, თალმუდის საიდუმლო მცნებებში ის არის გამჟღავნებული, გამოკვეთილი, უფლის მსახურების რანგში აყვანილი, რაც უარყოფითი ცნობიერებისა და უარყოფითი ყოფიერების პირობებში გაუგრძნობიერებლად ნაწილობრივ გაცნობიერებლად თითოეულ ჩვენთაგაში რო დევს, ვაიც თითოეულ ხალხებში და ერებში რო არის გარკვეული მტაცებლური მიმართება, ხო, გამოძალვითი და ასე შემდეგ. რომელი ფორმაცია ბოლომდე დადებითი? არც ერთი. პირველ ყოფილს თუ არ ვიტყვით და როცა ადამიანი ჯერ კიდევ 60-ში იყო. ვედი ესე მოიხსენიოთ. როცა 60-ში იყო, ეგ კარგად არ ვიცით. იქ ცოტა სხვანაირად იყო საკითხება. დანარჩენი რომელი არ იყო ძალმომრეობითი, გამომძალველობითი, რომელი ერთს არ უცხოვრია ასეთი სისტემით. სად არ ყოფილა მონათმფლობელობა? და ამ კაპიტალში რო ყველაფერი აღორძინდა ფეოდალიზმის მონათმფლობელობაც გარდა სიკეთისა, ხო? აი ეს საერთოდ ვარ დაავადებული ხალხო. საერთოდ ვარ დაავადებული. და დიდი ხანია უკვე ცნობიერ დონეზე აქ გვაქვს მოცემული, რომ ბოროტები გზა გაქვს დასაგდები ქართველები. და თუ გინდა მოუშვათ პირი და მარტო დააიშე თალმუდისტო და რატომ იშრობია მას, და შემკვლელო და ასე შემდეგ. ხო, მარტო ის არის ისეთი? დანარჩენი მხარეები მამა აბრაამის ბატკნები არიან? აი ჟამია და ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება მთელი დედამიწა. ჩვენი ბრალია, ჩვენ ჩვენაკამდე. სიძულის კი არ ვაღვიო, ჩვენ თვალს უხელთ, რომ ეს დაუპის გზა, მასი არ გამოვა. და თუ გადარჩენა გვინდა, ახალმა სიტყვა მითის, მოსულმა უფლისპიერ მოწოდებულმა ცნობა მითის, როგორ უნდა გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან. მანამდე წინააღმდეგობის ფრონტი გვაქვს შესაქმნელი. ეს დავარქვათ პირობითი სახელი, ჩამოსაყალიბებელი, რომ განქართველები საწინააღმდეგო გამოვიდეთ, გავაპროტესტოთ. ვინა ვართ, აბა დარჩ რას არ მოადგეთ, გავაჩეროთ მაინც არის. რომ მე სერიოზულ საკითხებზე მე დავილაპარაკოთ. იქნება მოხსნათ ეს წინააღმდეგობები. აი ეს არის რა. ეს სატირალი რომ არ იყოს სასაცილო იქნებოდა, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ჩვენნაირად განწყობილ ადამიანებს გვაბრალებს, რომ თურმე ჩვენ წინააღმდეგი ვართ ეკონომიური აღმავლობის ქვეყანაში, ეკონომიური გაჯანსაღების, სამუშაო ადგილების შექმნის. ეს ხელისუფლება, რომელიც 13 წელია ხელისუფლებაშია და თითი არ დაუდია საიმისოთ, რომ ქვეყანაში რაღაც შექმნილიყო, ან გადამამუშავებელი, ან საწარმო, ან რაღაც აშენებულიყო და ამ კუთხით წასულიყო ქვეყანა და ზოგჯერ როდესაც უკრაინულ პროდუქციას ხვდები ხოლმე, გინდა იგივე მედიკამენტებს თუ სხვას, მაშინ მიჩნდება ხოლმე ესეთი ფიქრი და აზრი, რომ წარმოიდგინეთ რა, ქვეყანა 4 წელია ომის მდგომარეობაშია, საშინელი ომი მიმდინარეობს და მუშახელიც კი აღარ არის, თუ გივინმეს მუშაობაში მამაკაცები ფრონტის ხაზზე ყავთ გაყვანილი. რუსეთი ინტენსიურად ბომბავს მის ენერგო და საწარმო ობიექტებს. და ისევ პროდუქცია შემოგვაქვს ჩვენ უკრაინიდან. ჩვენ საკუთარი საკერავი ნემსი და ასანთი რო დავამზადოთ, მაგის უნარიც არ გვაქვს და საამისოთაც არაფერი არ გაკეთებულა.
და ახლა ჩვენ უკრაინის ხელისუფლების ბაზე ქებარ ვარ გამოგვივიდეს და ვიღაცა დაგწამოს და რაღაცა ჩვენი დამოკიდებულება იციან ხო? უკრაინის ხელისუფლებაში ფაქტიურად ისე დასცინეს ამ 45 მილიონიან ქვეყანას, რომ კომედი ჯგუფი 95 კვარტალის კომედიანტები მიიყვანეს და დასვეს სახელმწიფოს სათავეში. მაგრამ წარმოიდგინე ეს ხელისუფლება ვინღა არის, როდესაც ამათთან შედარებით ისინი აი ესე მოჩანან რა. უკრაინას დღესაც კი აქვს რაღაცა წარმოება და დღესაც გვაწვდის რაღაც პროდუქციას. აი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად. და თუ არ იბრძოლე მაგალითად დიდ გორზე რომ არ გასულიყვნენ ქართველები, იმ ომს ვერ მოიგებდნენ. როდესაც აი წინააღმდეგობის ფრონტზე ელაპარაკე. უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩვენი მიწა-წყალი და მამული გადავარჩინოთ. ახლა ის სხვა საკითხია, რომ რატო დაგვიდგა ეს დღის წესრიგში და რატო დავდექით ამ განსაცდელის წინაშე. ღმერთის გარეშე ხომ არაფერი არ ხდება, მისინების და დაშვების გარეშე ხო არ ხდება არაფერი. ესე იგი ჩვენ მართლები ვართ ღმერთთან, ჩვენს წინაპრებთან, თუ გინდათ საკუთარ თავთან და შთამომავლებთან და ღმერთი ტყუილად გვსჯის და ამ განსაცდელს მოგვივლენს, რა ხდება მაშინ სინამდვილეში? გვეთქვა ღმერთი ზოგ შემთხვევაში შეიძლება მკაცრია, მაგრამ უსამართლო არა და არ არის, ხო? ანუ ეს სასჯელი ჩვენზე სამართლიანად არის მოსული. ჩვენ წლების წინ გვმართებდა გადაგვეწყვიტა ქვეყანაში მოსული უფლის სიტყვის შესაბამისად არსებული ფორმაციის შეცვლის საკითხი. ახალი ფორმაციის მდგომარეობაში იმოქმედებდა სრულიად სხვა კანონები, სხვა კონსტიტუცია, ეროვნული საკუთრების ცნება შემოდიოდა, სადაც მიწა, წყალი, წიაღისეულა, ყველა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი თუ ასე შემდეგ იქნებოდა ერის საკუთრება და მისი გაცემა გაყიდვის უფლება არავის არ ექნებოდა. და ამ განსაცდელის წინაშეც არ ვიქნებოდი, რომ ხვალ ჩვენი შვილები და შვილიშვილები შეიძლება ქუჩაში ვერ გავიდნენ, ისევე როგორც ვერ გადიან ევროპულ ქვეყნებში და ვიცით იქ რაც ხდებოდა, ხო? და რაც ხდება დღესაც. კი, აი ცოტა მარტივად ჯერ ერთი რომ ჩვენი განთესვა და განდევნა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წავა და თუ ვინმე გაუჯიუტდები და მაინც და მაინც არ დავთმო ჩვენ მამაპაპისეულ მიწა-წყალს და აი ვიტყვით რომ ჩვენ აქ უნდა ვიყოთ მიუხედავად ყველა სირთულისა და აი გაუსაძლისი პირობებისა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ქუჩაში ვერ გავლენ ხალხს. გადახედეთ რაც ხდება ევროპაში და მიხვდებით რა გველის ჩვენს უახლოეს მომავალში, როდესაც უკვე უპირატესობას, რიცხობრივ უპირატესობას მოიპოვებენ. თუმცა დღეს არის უკვე იმის ნიშნები, შეინიშნება, რომ ქუჩაში ჩვენს ახალგაზრდებს უკვე ავიწროებენ, იგივე სკვერებში და სათამაშო მოედნებზე უკვე ჩვენს ბავშვებს აღარ უშვებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არის ეს ნიშნები, ეს მხოლოდ ნიშნებია, რომ შენ დაინახო, რომ საითკენ მიდის ქვეყნის მდგომარეობა და საითკენ მიდის ერის მდგომარეობა. აი ეს გვინდოდა დღეს გვეთქვა, რა ვიცი, თუ დაამატებთ კიდევ რამეს. ვფიქრობ, მაინც ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო. ხო და ელემენტი. სამომავლოდ მაინც იქნებ დავჭდეთ და ცოტა სერიოზულად განვიხილოთ ეს საკითხი. რა მოითხოვება ჩვენგან? რა ფორმაციის შეცვლაზეა საუბარი და ლაპარაკი და ეს საკითხები როგორ უნდა გადაწყდეს, რა გზით უნდა წავიდეს. თუმცა იქამდე ჯერ გვაქვს დიდი შემოტევა მოსაგერიებელი და იქამდე ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს იდეოლოგიური საკითხები წინა პლანზე წამოვწიოთ. ერთადერთი იდეოლოგია, რაც შეიძლება წინა პლანზე იქნას წამოწეული, ეს არის ის, რომ არ შეიძლება ქართული მიწა-წყლის გაყიდვა, გასხვისება და ყველა ქართველი უნდა დაირაზმოს ამის საწინააღმდეგოდ, რომ ეს არ მოხდეს. მადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. მადლობა ყურადღებისთვის.